მსოფლიო დღეს ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს ქუთაისში რეგისტრირებული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გასართობ ცენტრში დღეს ქალაქის მერიისა და საკრებულოს პირველმა პირებმა უმასპინძლეს. პატარებს თვითმმართველობისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გადავწყვეტეთ, რომ ამ ბავშვებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ჩვენგან და საზოგადოებიდან, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე ბავშვობა აქვს, მაგრამ ღვთისმშობლები განკურნებადი არის. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მათთვის საჩუქრები მოგვეცა და გასართობ ცენტრში კარგი დღე გვეჩუქებინა მათთვის. ჩვენ მერიის ახალგაზრდული სამსახური არის ჩართული ამაში და მცირე საჩუქრები გადავეცით, თუმცა მთლიანად ეს ფინანსები, რაც ცენტრთან დაკავშირებული არის, პირადი ქველმოქმედებით საკრებულოს წევრების, თავმჯდომარის და მოადგილეების, რომელთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო. დღეს არის ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე და ჩვენ ქუთაისშიდაც უერთდებით ამ საერთო აქციას და ჩვენ დღევანდელი დღე გავატარეთ და ვაჩუქეთ იმ პატარებს, რომლებსაც აქვთ ამ ტიპის პრობლემები და ჩვენ ყველანი ერთად ავართ, ერთმანეთის გვერდით ავართ და ჩვენ ყოველთვის ერთად გავიმარჯვებთ და დავძლევთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენი გამოწვევა არის და რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის მარტო შეიძლება ძნელი დასაძლევი იყოს, მაგრამ ერთობით და გაერთიანებით ყოველთვის ყველა პრობლემის მოგვარება უფრო იოლია. დღევანდელ დღეს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან მოვედი და გადავეცი საჩუქრები. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო დღევანდელი დღე, ზოგადად ყველანი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მაგალითები ამ საქმეში, რასაც ქვია ამ ბავშვების გვერდით დგომა, რადგანაც ყველაზე მეტად ალბათ როგორც სამედიცინო კუთხით, ისე ჩვენი პიროვნული დახმარებით ამ ბავშვებისთვის გვერდით დგომა იქნება ის დიდი ნაბიჯი, რომელითაც ისინი უკვე საბოლოო ჯამში მიაღწევენ იმ სურვილს, რომელიც სურვილს ყველა ჩვენთაგანის არის და იქნებიან საბოლოო ჯამში გამოჯამრთელებულები. და ჩვენი შვილებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან გახარებულები არიან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს საკრებულოს თავმჯდომარეს, ყველა წევრს, ჩვენს მერს, ჩვენი შვილების დაფასებისთვის და რა ვიცი, მაგათი სიხარული, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.